ამი დასრულებულია, მე 9 საათზე ისევ დაგებრუნდებით დროებით. ჩვენს გიერთდებით ანუკა წარმატების სურვილებში, კი ბატონო, დაგემშვიდობებით დროებით და გავაგრძელებთ ჩვენს ტელემაყურებელთან ურთიერთობას, მით უმეტეს თემა, რომელსაც ახლა გავშლით და ვისაუბრებთ მასზე, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, მოკლედ თანამშრომლის აყვანა და მისი გაშვებაც ხშირად მხოლოდ ერთი ხელმოწერაა. თლად ასე მარტივიც არ არის, როგორც დასაწყისში ვთქვით. ჩემო თამარ. თუმცა ზოგისთვის ესე მარტივად არის. კი ბატონო, თუმცა ხელმოწერამდე მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა. ვინ გჭირდება სინამდვილეში? გამოცდილი პროფესიონალი თუ ადამიანი, რომელსაც განვითარების პოტენციალი აქვს. საინტერესოა, რამდენად მკაფიოდ უყალიბებენ დამსაქმებლები დასაქმებულს, პასუხისმგებლობებს, მოლოდინებს, დასაწყისშივე თან ამ ყველაფერს და თუ თანამშრომელი ვერ ამართლებს, ეს მისი ბრალია თუ პროცესში დაშვებული შეცდომები. ასევე დღეს გავიგებთ, რად უჯდება ერთი არასწორი გადაწყვეტილება კომპანიას, მოკლედ ვსვამთ კითხვებს, რომლებიც ყველას გვეხება. დამსაქმებლებსაც და დასაქმებულებსაც და ალექსანდრე ჯეჯელავა გვიერთდება Flowmaster-ის დამფუძნებელი, ვინ თუ არა ის ძალიან მკაფიო პასუხებს მოგცემს ამა თუ იმ კითხვასთან დაკავშირებით. დილამშვიდობისა. თეთრზე ვიტყვით თეთრია, შავზე ვიტყვით შავია. მადლობა რომ მომიწვია. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას პირველ რიგში დამსაქმებლები თანამშრომლის მიღებისას? ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, სანამ გაშვების საკითხს მივადგებით უკვე. ძალიან შეიცვალა. ეხლა ჩვენ ხანდახან ვერ ვიაზრებთ, ყველაფერი შეიცვალა ჩვენ ცხოვრებაში და მათ შორის მაგ თემასთან დამოკიდებულებად შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ დასაქმება იყო ლამის მადლის მოსხმა, რომ აი ეს ხალხი იდგა რიგში, ესეთი ხატი გვაქვს თავში და ეს ვიღაც ძია დამსაქმებელი თუ დეიდა დამსაქმებელი, კეთილი გამოგიწვდის ხელს და ასე შემდეგ და კრიზისები, იმდენი კრიზისი გავიარეთ ჩვენ პირადადაც როგორც პროფესიონალებმა, რომ ეს ხატი თავში ჩამჯდარია რა, იქ მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული ჩვენი 90-იანი წლები და ასე შემდეგ. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა რადიკალურად, ანუ ეკონომიკურ ზრდასთან, განვითარებასთან ერთად ჩნდება ხალხი, ახლა ვიღაცას ისე უჭირს სამსახურში და ვიღაცას არ უჭირს და ორნაირი უმუშევრობა ამ სტრუქტურულს უწოდებენ. ერთი არის, რომ არის შრომის ბაზარზე ადამიანი და როგორი სამსახურიც მას უნდა, ისეთი სამსახური არ არის და როგორი თანამშრომელიც უნდა, იქაც არის ვაკანსია, მაგრამ ისეც ვერ პოულობს. ანუ ვერ თანხმდებიან მხარეები, ესე რომ ვთქვათ რა და ეს სიტუაცია ძალიან შეიცვალა რადიკალურად, აი ბოლო 20-30 წლის განმავლობაში და დღევანდელი სურათი როგორია? დღევანდელი სურათი მივიდა იქამდე, რომ დამოკლევადიანდა ეს ამბავი. ხო, აი ფრილენსერი, თავისუფალი აგენტი, რომ შეიძლება შენ იყო 2 საათი იქ დაქირავებული ამ საქმეზე, აქ იმ სერიალში, ამ გადაცემაში და ასე შემდეგ და უფრო სიტუაციური გახდა. აი როგორც ბაზარი რო წარმოვიდგინოთ, მე სამუდამოდ ვაშლის კონტრაქტებს არ ვაფორმებ 5 წლიანებს. დღეს მინდა ვაშლი აგერ ვიყიდი და ხვალ მინდა მსხალი და გვერდზე ვიყიდი. უფრო მოქმედი გახდა ფეროვანიც გახდა. უფრო ეგეთი ხდება. აი, კარგი მაგალითი იყო ამას წინ დაგაინტერესებთ და ჩვენ მაყურებელსაც, იურისტი აიყვანა უცხოეთიდან დაბრუნებული, დიპლომირებული იურისტი აიყვანა ჩემო მეგობარმა კომპანიაში და ერთ დღეს მოდის ახალგაზრდა ადამიანი რა და ეს დამფუძნებელი მოდის ამ თავის გალამაზ ოფისში და წინ გლოვოს ის დგას რა მოპედი გლოვოს ჩანთით და მოკლედ იქ უსაყვედურა რეცეპშენს რომ ეს რა ხო გითხარითო რომ კურიერები აქ ნუდგანან და იმანტურა კურიერის არ არის ჩვენ თანამშრომლის არისო გაგიჟდა ეს რომ ეს არის იურისტი და ის ადამიანმა უთხრა რომ მე როცა მჭირდება დამატებით თან გლოვოზეც ვიქნები ტაქსზეც და იმაზეც და არა და იმ ძველი ყაიდის აზროვნებისთვის ეს რაღაცნაირად თითქოს მიუღებელია, რომ ეს თუ ხარ ის როგორ ხარ და ასე შემდეგ. ანუ დღევანდელი სტანდარტი უფრო მეტად არის ტრანზაქციული, ანუ გარიგება, რომ შენ თუ გაწყობს, რომ ამ გადაცემაში სტუმრად მოხვიდე, თქვენ რომ შემომთავაზოთ მე 10 წლიანი კონტრაქტი, რომ სულ აქ უნდა ვიარო, სულ სხვა ამბავია და რომ მეუბნებით, რომ აგერ მოდი დღეს დილით და ვილაპარაკოთ, ძალიან ადვილი გადასაწყვეტია და ახალ თაობას ძალიან ბევრი ინტერესი აქვს და მაგასთანაც არის თანხმდრაში. ალექსანდრე, ახსენე ეს თანამედროვე გამოცდილება, ხო, ახალი სტანდარტები, რაც ბუნებრივია დღეს ყველას აინტერესებს, იმიტომ რომ ზუსტად
თითოეული ჩვენგან ისე ვთქვათ, სურვილი უკავშირდება იმას, რომ ამ თანამედროვე სტანდარტებს ავუწყოთ მეტნაკლებად ფეხი. მაგრამ აი ეს არის ზუსტად საინტერესო, იგივე სხვა კომპანიები მაინც განცდა მაქვს ხოლმე, რომ თავიდანვე ურთიერთობის შრომით ხელშეკრულება, როდესაც ფორმდება ადამიანებს შორის, დამსაქმებელსა და დასაქმებელს შორის, თავიდანვე განცდა არის, რომ კომპანიები ეძებენ უკვე რაღაც უნივერსალურ ჯარისკაცს, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელმაც უნდა იცოდეს, ასე ვთქვათ, თავისი საქმე და ეს აი თუნდაც მორგების, განვითარების საფეხურები რაღაცნაირად არ აქვთ ხოლმე იმისი დრო, რომ ეს ეტაპები გაიარონ. რეალურად როგორ არის სწორი და როგორი უნდა იყოს კომპანიების მხრიდან მოლოდინი ახალი თანამშრომლის მიმართ? ორნაირად უპასუხებ, ესე იგი, ამ შეკითხვას, ესე იგი, ერთი არის, რომ ორივე მხარე, როგორც არ ვიცი, ქორწინებაში და ნებისმიერ ურთიერთობაში ორივე მხარეს სერიოზული ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს რაღაცა შედგეს. იმისგან ისეთი, როგორც იმისგან და ამისგან ისეთი, როგორც კი დასაქმებული მივადა თქვი იტყვის, რომ ეხლა მე მასწავლეთ, როგორ ვიმუშაო და გამხადეთ პროფესიონალი, არაფერი არ გამოვა და როგორც კი დამსაქმებელი ამბობს, რომ არ მაინტერესებს, გააკეთე შენი საქმე როგორც გინდა, არაფერი არ გამოვა. ანუ ეს არის კოოპერაცია რა ყველა ვარიანტში და სადაც საქმე ფუჭდება უმეტეს შემთხვევაში რომელიღაცა მხარეს აქვს არარეალური მოლოდინები. ან დასაქმებულს აქვს მოლოდინი, რომ ესეთი გამოთქმა იყო, რომ იცით რომელი თაობა მოვიდაო სამსახურშიო, რომელსაც სკოლაში და ბაღში მისვლისთვის ვარსკვლავებს ჩუქნიდნენ რა. ხო და მოვიდა სამსახურში ტიპი და ამბობს, რომ მე მოვედი და შენევნები რომ მე რა ვქნათ ეხლა რომ მოხვედი და ის ვარსკვლავებს ელოდება, იმიტომ რომ ბაღიდან და სკოლიდან შევაჩვიეთ მაგ ამბავს და მას ხვდება აქ თანამშრომელი, რომელიც მაგდანას ლურჯას თანამდებობაზე არის 67 წელი ნამუშევარი რა და ხა ეს ორი როგორ უნდა შევარიგოთ და შევათავაზოთ რადიკალური განსხვავებულია. ხო და მეორე საკითხი არის, რომ უფრო მეტად მიდის აი ახლა რაღაცა ერთ-ერთ პოდკასტს უსმენ და ამბობენ, რომ ერთადერთი პროფესიაო დარჩებაო და იქნება ენტერპრენიორიო რა. ანუ საქმის მკეთებელი ადამიანი. აი უნივერსალურ ჯარისკაცს რო ეძახი, ცოტათი რო შეხედო შენ თავს დღეს და შენ თავს 20 წლის წინ ხარ გაცილებით უფრო უნივერსალური ჯარისკაცი. ემოციურად, პროფესიულად, ინსტრუმენტულად ყველაფერი და მაკეთ მიდის, ხო? აი ეს კვლევა ჩვენ ადრე გაგვიხილავს ეგ რომ საშუალოდ 6 ჯერ შეიცვლის ადამიანი პროფესიას 21 საუკუნეში. ეხლა მოდი ნუ იქნები უნივერსალური და მოუხვევს ეს გზა, ტელევიზია გადაწყვეტს, რომ რაღაც სხვა შორტები უნდა აკეთოს, შენ შორტებში ვერ აეწყობი და დამთავრდა მორჩაკინო რა. ხო და მაგიტო აი ხა YouTube-ში ეხდება, რომ ლონგები აღარ უნდა YouTube-ს გადაუყვარ და TikTok-ს დაძდევს და უნდა შორტები. აბა არ გადაეწყო შორტებზე და ვისი აჯობებს ნახავ. რაღაც ერთგვარი ალგორითმია. ჩამონგრეული გაქვს აბსოლუტურად მთელი. და აი შრომითი ურთიერთობაც ეგეთი ალგორითმია, თავი გაჭირვებია. იმ ვიღაცას ვინც სამსახურიდან უშვებს და ამ შრომას უხარია, ეგ უნდოდა, ბავშვობიდან ოცნებობდა რომ ხალხი გაეშვა, არავინ არ ოცნებობდა მაგას და უწევს, იმასაც უწევს, იმიტომ რომ იმან თავის რაღაცა ვერ გააკეთა, ბიუჯეტში ვერ ჩაეწერა, ვერ აეწყნენ, ვერ დალაგდნენ. აი CV შედგენის პროცესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე ვფიქრობ, როდესაც დასასაქმებელს სამსახურის მაძებარს უნდა რომ ახალი თავისი შესაძლებლობები სცადოს ამა თუ იმ კომპანიაში. ხშირ შემთხვევაში აი CV-ში არსებული ინფორმაცია აჭარბებს ხოლმე რეალურ მონაცემებს ამა თუ იმ ადამიანისა და გარკვეულწილად არასწორ მოლოდინებს უქმნით ხოლმე დამსაქმებელს. შემდეგ თავისთავად ცხადია იწყება ინტერესთა კონფლიქტი და იმედგაცრუებების კორიანტელი და კონფლიქტიც წარმოიშვება. აი თქვენი რჩევა საინტერესოა ის სწორედ CV-ს შედგენის პროცესში რამდენად ემთხვევა როგორც წესი CV რეალურ შესაძლებლობებს. იცით რა, მანდ არის ორი ასპექტი, მაგაზეც მინდა რომ ორგვარად თქვა, ერთი რომ არსებობს გამოთქმა, რომ სამსახურის გასაუბრება არის მეორე ყველაზე ტყუილებიანი შეხვედრა მსოფლიოში. პირველი არის პაემანი. მეორე არის სამსახურის გასაუბრება. ანუ ყველაზე მეტ სიტყვებიან პაემანზე, პირველ ადგილზეა იტყვებიან, ახლა ვარ ცუდი გაგებით არ ვამბობთ, იპრანჭებიან, მოაწონონ თავი. და მეორე ადგილზე არის, იმიტომ რომ ისის თავის მოწონება. გადაჭარბებული რა. ამიტომ ეგ მოლოდინი ჩვენ უნდა გქონდეს, რომ ეს არის პერფორმანსი. საუკეთესო დამსაქმებელი რას აკეთებს, იცი, იქ არ გაფასებს შენ რეალობაში. აი აქ მოვა და აქ დაგაკვირდება და აქ თუ კისერი გაგმოწყვეტილი, ესე იგი იტყვის, რომ კისერი მოწყვეტილია. აქ თუ მაგარი მოხდილი ხარ, იტყვის, რომ ის არის.
ერთი ეგ არის. მეორე სივის რაც შეეხება, მოკლედ სასიკვდილო ცოდვა არის ერთი და იგივე სივის ბევრგან გაგზავნა. ეგ როგორია? იცი სასიყვარულოს წერილის ტემპლეიტი რო გააკეთო და 10 ქალს ტრაგედია. ეგ თუ გაგიგეს, მოკლედ დამთავრებულია შენი ამბავი. იმიტომ რომ შენ თუ ორგანიზაციაში გინდა მუშაობა, ეს არის უნიკალური ურთიერთობა, წესი თუ უნდა მისწერო, რომ აი რუსთავიორი ამიტომ მომწონს და ის არ მომწონს და ეს მომწონს და ამიტომ მინდა თქვენ გუნდში, ანუ რეკომენდაცია მთავარი არის, რომ ჯერ კარგად დაფიქრდით, სად გინდათ და სად არ გინდათ და რატომ იწყებ ამ ურთიერთობას, ხო? თუ შენ ამბობ, რომ აი ესე უბრალოდ ხელფასი მინდა რომ ავიღო, მაგრამ ეგ წერია უმეტეს CV-ში, რომ ხელფასი გადამიხადეთ. ხო და გადაგიხდია არის ხოლმე ესეთი შეკითხვა, რატომ მაინც და მაინც ეს კომპანია და შენ თუ არანაირ წარმოდგენა ამ კომპანიის ირგვლივ არ გაქვს, თავისთავად იწვევს ხოლმე კი და აქედან იწყება. ხო, მაგას ვამბობთ, რომ ჩვენ ვამბობთ, ეხლანდელი სტანდარტი არის, ამბობენ, რომ hire for character, ხასიათი აიყვანეთ სამსახურში და დარჩენი ასწავლეთო. ანუ ხასიათი როგორი ტიპია, ესე იგი შარში როგორია, მოხარშული როგორია. ანუ შევამოწმოთ ესე იგი პოტენციური დასაქმებულის ღირებულებები. პიროვნება, ღირებულებები, ხასიათი აი რასაც ხასი როგორი ხასიათის ადამიანი ჩვენ გქონდა შერჩევა ერთ-ერთი და ერთ-ერთი ეტაპი იყო რომ ჩვენი თანამშრომლები ხვდებოდნენ კანდიდატებს და ერთადერთ შეკითხვას უსვამდი რომ გინდა ამასთან ერთად რომ ერთ მანქანაში იჯდე და ბათუმში მიდიოდე ან ლანჩზე ერთად იჯდე თუ არ გინდა არაფერს არ გეკითხები სხვას არც კვალიფიკაცია აი გესიამოვნება ამ ადამიანის საზოგადოება თუ არა და ზოგიერთ ძალიან კარგ კანდიდატზე ცალსახაუარი იყო რომ ვერავიტან მე მაგ ადამიანს ჩემ გვერდზე ხო დაამთავრებული ამბავი აბა რა ვქნათ მე იმის სერტიფიკატებს უყუროთ და დიპლომებს აი ალექსანდრე თქვათ ავიყვანეთ ესეთი მოდი მარტივად დავარქმევ კარგი ხასიათის თანამშრომელი მას აქვს ენთუზიაზმი არის ძალიან მონდომებული შრომის მოყვარე მთელ რესურს დროს ენერგიას ისდებს იმ საქმეში რომელსაც თქვათ მოკიდა ხელი შეიძლება თუ არა რომ ასეთი თანამშრომლის წარუმატებლობა ამა თუ იმ კომპანიაში და საქმიანობაში იყოს მენეჯერის სარკე ერთგვარი და ამ დროს ვინ იღებს პასუხისმგებლობას და აი კიდევ ერთი შეკითხვა რატომ გვირჩევნია ხოლმე და რატომ ურჩევნიათ დამსაქმებლებს თანამშრომლის შეცვლა ვიდრე იგივე სისტემის ასე ვთქვათ ცოტა გადასხვაფარება ან გარდაქმნა. ბოლოდან დავიწყებ თუ შეიძლება აი ბოლო შეკითხვას უპასუხებ თავში რომ ის დრო ახსოვთ რიგი რო იდგა. თანამშრომლის შეცვლა ოდესღაც იყო ადვილი. და რაც ადვილია ის გვინდა. ხო ანალოგიის დავლე და თავის ტკივილი გამივლის და შენ მეუბნები რომ თავის გამოიცვალე. არა ანალოგიის დავლე. ეხლა რო აღარ გამოდის, აი ეხლა შეიცვალა. კომპანიებმა აღმოაჩინეს, რომ საკვანძო პოზიციებზე ვეღარ შოულობენ ხალხს. არავითარი რიგი არ დგას და სანთლით ეძებენ და რავი, მოდის ყრუბრმა და ისა რა ქვია. ბევრგან კადრების დეფიციტია და ამიტომ იცვლება სიტუაცია. ხო ეგ არის ერთი მხარე. ეხლა მეორე მხარე, თუ ჩვენ მოცემულობა დავიღებთ, რომ სწორი ტიპი არის აყვანილი, როგორც ჩვენ დასვი პირველ ნაწილში შეკითხვის, მაშინ გვეუბნებიან, რომ პირველ პერიოდში ამ ადამიანის მუშაობის პირველ თვეებში 70% დამოკიდებულია უფროსზე და კოლეგებზე და არა ადამიანზე. ანუ მე რო შემოვიდე თქვენ გუნდში და თქვენ არავის არ გინდოდეთ ჩემი აკყოფნა, ჩემი წარმატების ალბათობა არის ძალიან მცირე. იმიტომ რომ ეხლა შეცდომებს საწყის ეტაპზე უშვებ და ყველა შეცდომა თუ ამოგადინეს ძმრად რა ვიცი ახვალ ბოლო-ბოლო შენ თვითონ რა თუ კაი ტიპი ხარ უფრო მალე წახვალ ხო ამიტომ თუ სწორი ადამიანი ავიყვანეთ და თუ სწორი მოლოდინები შევქმენით მაგაზეც მინდა რომ ვილაპარაკო მოლოდინებზე მაშინ მე აქეთ არის პასუხი აი როგორც მშობლის და შვილის ურთიერთობა მშობლისკენ არის მეტი პასუხისმგებლობა ცხადია ხო მაგრამ როგორც იტყუება დასაქმებული ესე იგი რომ იპრანჭება რომ სამსახური უნდა ისე იტყუება დამსაქმებელი მე რამდენიმე კომპანიას დავეხმარე რომ საკმაოდ რთულ პოზიციებზე გულახდილი გასაუბრება ჩაეტარებინათ ანუ ეთქვათ კანდიდატისთვის რომ აი ესეთია ეს საქმე მძიმე საქმეა და მძიმე საქმეზე მოყვა რეალური მოლოდინები შეუქმნათ ვინც დათანხმდა იმ მძიმე საქმეს რეალური მოლოდინები 15 წელი გავიდა და იქ მუშაობს და წინ მიდის და ვინც იყო შემოტყუებული შეცდენილი ასე ვთქვათ რომ აი ადვილად მალე დაწინაურ ზღაპრებს უყვებიან ჩვენ. ხო, მას ხადია მუდმივ რეჟიმში პროტესტები ექნება და შემდეგ უკვე ეს მოლოდინები რო არ გაცრუდეს, არ შეიძლება რომ ვთქვათ ჩემი ვალდებულებები და მოვალეობები იყოს წერილობითი ფორმით გაწერილი და აი მარტო შეგრძნების დონეზე როგორ ვიმოქმედო, ამაზე არ ვიყო დამოკიდებული. სამწუხაროდ არ შეიძლება. ალექსანდრე, ყველა სამსახურებრივ აღწერაში job description-ში ბოლოს ტრიქოში წერია და სხვა.
და მაგიტოაში. სხვა. და წერია. ეხლა დასხვა რატო წერია? რომ მოვშალოთ ეგ დასხვა. რომ მოვშალოთ და სხვა აღმოჩნდება რომ საქმე აღარ კეთდება, იმიტომ რომ ესე იგი მონიტორები შეიცვალა, ტექნოლოგია წინ წავიდა და ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ რომ კიდევ ერთი კაბელი იყო შესარჩობი. და მოვიდა ოპერატორი და არ შეარჩა ის კიდევ ერთი კაბელი. დღეს კარგი თანამშრომელი ესე არ არის რომ რაც ევალება იმას აკეთებს. ეგ სტანდარტი არის ძალიან ძველი. შენ რო აკეთებდე რაც გევალება, ეს იქნებოდა საშინელი გადაცემა. და შენ თუ აკეთებ რაც შეგიძლია იმის მაქსიმუმი, ახლა რაც არ შეგიძლია ვერავე ვერ მოგტოვ. მაშინ გამოვა კარგი და ხარისხიანი, რომც შეგეშალოს რაღაცეები. ხო, ახლა ჩვენ მოციგურავეებს ხო ვადევნებთ ოყურთ. ეშლება, მაგრამ ისე მაგრა ასრულებს, რომ უკვე ის მსაჯი ადამიანია, ხო? რობოტი ხო არ არის და ამბობს, რომ ეკუთვნის ამას რა. აი დაახლოებით მან დავართ, რომ შენ ვერ იტყვი, რომ მე შევასრულებ ჩემ მოვალეობას, იმიტომ რომ რა ვიცი ხა, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში და კრეატიულ სფეროში მოვალეობა როგორ გაგიკეთო, რომ მაგარი იდეები მომიტანე, როგორ დაგითვალო ეს მაგარი იდეებია თუ ChatGPT-ს ნაჩალჩევი რაღაცა ის არის მაიმუნობა, ხო თუნდაც. შეცდომები მოსულა, მაგრამ ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობა უნდა გქონდეს ყოველთვის. ეგეც ხასიათთან მივყავართ მაგას და ისევ კოლეგების მნიშვნელობასთან. ეგეც თანამედროვე სტანდარტია, რაც გითხარი, რომ მარტო უფროსი კი არ ესაუბრება კანდიდატს, კოლეგებიც ესაუბრებიან, იმიტომ რომ შენც თუ აიღებ შენ თავზე. დრო ფაქტობრივად აქვს. რა უფრო რთულია ხოლმე ზოგადად აი ამ სფეროში ასე ვთქვათ, ვიპოვოთ კარგი თანამშრომელი თუ შევქმნათ კარგი გარემო მისთვის. მე მგონია რომ კარგი გარემოს შექმნა თუ ისწავლე მე აღარ გიჭირს რეცეპტულია და კარგი თანამშრომლის შოვნა სულ გაგვიჭირდება, რაც დრო გავა კიდევ უფრო გაგვიჭირდება. დიდი მადლობა. და თანამშრომლების გაშვება ასევე დიდწილად აზიანებს ნებისმიერ კომპანიას აბსოლუტურად. არ გაშვება კიდევ უფრო აზიანებს ეგეც გაშვება. კი ბატონო, მოკლედ საკმაოდ სენსიტიური თემაა ბევრი ადამიანისთვის, საკმაოდ ვრცელი თემაა, კითხვაც ბევრი იყო, თუმცა დრო აღარ